მუხიანის მცხოვრებლებს მალე ახალი ეზო ექნებათ, იგება ასფალტის საფარი, იცვლება ბორდიურები, კეთდება ტროტუარები. სამუშაოები აგვისტოში დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება. მსგავსი ტიპის სამუშაოები ქალაქის ყველა უბანში მიმდინარეობს. დასაქმებულია 20 ადამიანი, მათგან 3 მერის დასაქმების ბაზიდან შეირჩა. წლის სამუშაოები ქალაქის მერმა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. იგი უგულავად თბილისელებს საბავშვო სკვერის გახსნასაც დაპირდა. მაგალითად ჩვენ სპეციალურად დასაქმება არის უმუშევრობის და ყველაზე უკეთესი სოციალური პროგრამა და ამიტომ არის რომ ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად შესაძლებელი თანხა გამოყოთ იმისათვის რომ ინფრასტრუქტურა გავაუმჯობესოთ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში იგივე აი აქ მუხიანის მესამე მიკრორაიონში დარჩება გზად და ასევე 25 ადამიანი, რომელიც ამ კომპანიაში მუშაობს, გააგრძელებს მუშაობას, მათ შორის 3 ადამიანი არის ჩვენი დასაქმების ბაზიდან და ჯამურად რომ ავიღოთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც თბილისის მერია თბილისის მასშტაბით ახორციელებს, დაახლოებით 2300 ადამიანი მუშაობს. სამუშაოზე მოვხდი მერის დასაქმების პროგრამით. ამ ნორმალური სამსახურია, კოლექტივი კარგია, ანაზღაურებაც მაკვაყოფილებს. ადგილზე ვეცნობთ მათ პრობლემებს, ხვდებით მოსახლეობას და